მოგესალმებით. ჩემი მოსანება არის როგორც ყოველთვის უფრო ინფორმაციული ხასიათის და არაკვირვების ხასიათის და მინდა რომ ეს ჩაგატაინოთ საქმის კურსში რაიმშვილის ამბავში ახდება ჩვენ ქვეყანაში. და საკმაოდ წარმატებული წელი და ამიტომ მომინდა ეს გამეზიარებინა. ჩვენ ვამაყობთ, როდესაც სოფლიოში არსებულ დამწერლობებს შორის პირველ ხუთაოში ჩვენ დამწერლობასაც მოიხსენიება ხოლმე. ტიპოგრაფია მნიშვნელოვანი ნაწილი არა მხოლოდ ტექსტური შინაარსის გასაზიარებლად, არამედ ის გვიჩვენებს, თუ როგორი განწყობით არის გადმოცემული ესა თუ ის მესიჯი. 2 წლის წინ 2022 წელს აქ სამეცნიერო კონფერენციაზე ჩემი მოსანება ქართულ შრიფტზე რომელიც იყო ქართული შრიფტის კულტურა და მისი როგორც მეცნიერების და ხელოვნების განვითარების პერსპექტივა თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემაში და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დავამთავრე ფრაზით. ამიტომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით იმედს ვიტოვებ, რომ პრობლემები, რომელზედაც ვისაუბრე, ნელ-ნელა გამოსწორდება და მივხვდებით, რომ ქართულ დამწერლობას ანალოგი არ აქვს. მაშინ ძირითადად ვისაუბრებ პრობლემებზე. დღეს მინდა მოვიყვეთ ქართული შრიფტის არა პრობლემებზე, არამედ წარმატებებზე სწორედ ამ 2 წლის განმავლობაში. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ერთგვარი ცენტრი ან ლაბორატორია, სადაც თავს იკრეს ყველაფერი, რაც ხდება ამ სფეროში, აქ თუ ადვილია ყველაფრის საქმის გულში ყოფნა და თვალყურის მიგონება. შესაბამისად, გაჩვენებთ იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც გამოხორციელდა აი ამ დროის მონაკვეთში და ესეთი საკმაოდ ყურადღებას მიიქცია. მაგალითად, აი ეს მინდა გაჩვენოთ, გამოიცა ეს ქართული წიგნი, ახალი ქართული შრიფტები, ეს არის ერთგვარი შრიფტული ოჯახი გაკეთდა, ეს წიგნი ფაბრიკაში იყო ამ წიგნის პრეზენტაცია და შარშან და წიგნის წარდგენი იყო ჰოლანდიური კომპანია ტიპოტეკა. წიგნში შესულია ქართველი თანამედროვე ტიპოგრაფების ახალგაზრდების შორის აკაკი რაზმაძის, მატას სულაკაურის და ანა საკიძის ნამუშევრები, რომლებიც ისინი რამოდენიმე წელი მუშაობდნენ. ამ წიგნში შესულმა შრიფტების ახალმა კოლექციამ დიზაინის სფეროში არსებული ქართული შრიფტების ანალიზი მეტყველად შეავსო ახალი ტექნიკურად გამართული და ხარისხიანი პროდუქტი. აი ეს არის წიგნიდან ამონაკვეთები, საკმაოდ საინტერესო ისეთი შრიფტული ოჯახი გამოვიდა და საინტერესო პატარა ზომის წიგნი არის მნიშვნელოვანი. ასევე გაკეთდა ძალიან საინტერესო ლაგიწის წყლების განახლებული ბრენდი, რომელიც მოიცავს მთლიანად აი ამ ლაგიწის წყლების ყველაფერს, რომელზედაც მუშაობდა არის ესეთი დავით კუპატაძე, მის ხელმძღვანელობით ახალგაზრდების ჯგუფი მუშაობდა დიზაინერების და საკმაოდ წარმატებული ესეთი ნამუშევარია. აი ამ ტიპოგრაფიას რაც შეეხება ასონიშნების სადაც არის შრიფტები, ხო? ეს არის ესეთი ახალგაზრდა კაცი ნიკა პაშელი, რომელიც წელს დაამთავრა აკადემია, საკმაოდ პატარა ახალგაზრდა 20 წლის არის და უკვე ძალიან წარმატებული არის ამ სფეროში. და ეხლა მინდა გადავიდე ეს სულ მისი შრიფტი არის, რომელზეც ბევრი მუშაობდა დიზაინერები, ვიზუალზე და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ეს თვითონ ძველი შრიფტის განახლებული ვარიანტი და მინდა გადავიდე იმ მნიშვნელოვან მოვლენაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაგვირგვინდა ქართული შრიფტებისათვის საკმაოდ წარმატებულად. აქ მინდა ამის პატარა პრეისტორია გავაკეთო. არის ესეთი არალათინური შრიფტების საერთაშორისო ორგანიზაცია გრანჟანი,
რომელიც ცნობილი არის თავისი მაღალი სტანდარტებით შრიფტის დიზაინში. გრანშემ დაარსდა 2008 წელს სომხეთის კულტურის სამინისტროს მიერ წამყვანი სომეხის შრიფტის დიზაინერით ეზი ხაბუზიანის წინადადებით და დაიწყო როგორც ესე ვთქვათ მათი ეროვნული შრიფტის კონკურსი. 2009 წელს ამ კონკურსს შეუერთდა მიუნხენიდან ტიპოგრაფიის TGM ესე ქვია ორგანიზაცია, რომელიც წარმატებული თანამშრომლობა გამოიწვია და გრანშემი დღეს დამოუკიდებელი საერთაშორისო მოქმედი ფონდია, რომლის სათავო ოფისი არის მიუნხენში და მისი პრეზიდენტი არის ბორის კოხანი, ცნობილი ტიპოგრაფი და დიზაინერი. ამ ფონდში აქამდე წლების განმავლობაში გაერთიანებული იყო 9 ქვეყანა და 2023 წელს ასოციაცია ქართული შრიფტის ძალისხმევით ამ გაერთიანებას შეუერთდა ეს ისე წინა ვერ ხედავით რომელზე ხდება და შეუერთდა საქართველოს. ფონდი გრანშანი ეს არის ორგანიზაცია, ის ყოველწლიურად აცხადებს კონკურსებს შრიფტის სხვადასხვა ნომინაციებში, ატარებს კონფერენციებს, ვორქშოპებს და გამოფენებს, რომელიც ტარდება ყოველ ჯერზე სხვადასხვა ქვეყანაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. რაც თავისთავად ხელს უწყობს შრიფტის პოპულარიზაციას. შრიფტის კონკურსებს აფასებს 60-ზე მეტი საერთაშორისო შრიფტის ექსპერტი. აი ეს რომ იცოდეთ ამ ორგანიზაციის შესახებ ესე ვთქვათ მოკლე ინფორმაცია. ჩვენი ინტენსიური ურთიერთობა გრანშანთან, ანუ ასოციაცია ქართული შრიფტის მე ვარ თავმჯდომარე და ერთ-ერთი დამფუძნებელი ურთიერთობა გრანშანთან დაიწყო 2017 წელს, როდესაც სტუმრის სტატუსით პირველად სხვათა შორის 10 წელი არსებობდა მანამდე ამ წლებში და პირველად მიგვიწვიეს გრანშანის 10 წლის იუბილეზე. ეს ღონისძიება ჩატარდა ერევანში, რომელსაც დავასწარეთ მე და ჩემი კოლეგა ბატონი გიგა ხატიაშვილი და ჰქონდა ესეთი მისია, გიგას ჰქონდა მოხსენება ქართულ შრიფტზე, ხოლო მე ვიყავი ქართული შრიფტის პოსტერების გამოფენის კურატორი. გამოფენა წავიღეთ, ეს გავხოთ იმ პერიოდის ფოტომასალა. და 2017 წელს დასრულმა ურთიერთობამ შემდგომი მიმოწერებითა და ვიზიტებით გააფართოვა გრანშანის არეალი. და 2023 წელს გაერთიანებაში მყოფ 9 ქვეყანას დაემატა საქართველოს. ამით ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა და ვთვლი, რომ ეს ამბავი საკმაოდ მნიშვნელოვანია და მით უმეტეს ქართული შრიფტის პოპულარიზაციისთვის ძალიან კარგია. 2023 წელს გრანშანმა გამოაცხადა მოლიკი არალათინური შრიფტების კონკურსი 6 ნომინაციაში. შესაბამისად, წესისამებრ საჭირო გახდა ქართული მხარის, ეს არის ეს არის ქვეყნები, რომელიც მონაწილეობენ. საჭიროა როგორ არის ყველა ქვეყანას აქვს თავისი ჟიური, ამ ჟიურის ყავს მე წარმომადგენელი თავმჯდომარესავით, რომელიც იმ მთავარ ჟიურიში შედის, საერთოდ გახსენე 66 თქო და მე ისინი აღიწერება კულები, მე ისინი განიხილავენ და საბოლოო ჯამში გამოდის გამარჯვებული. ეს ჩვენი საქართველოს ნაწილის ჟიურის წევრები, ეს სოფო პანტარიანი, ვაშა გიორგაძე, გიგა ხატიაშვილი და მერაბ ეწაძე და მე ვიყავ წარმომადგენელი ამ მიდან ჟიურიდან საერთაშორისო ჟიურიში და საკმაოდ ველოდით ამ მონაწილეებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს იყო პირველი ჩართვა ჩვენი ქვეყნის, არ ვიცოდით ვინ მიიღებს საერთოდ მონაწილეობას, ვინმე მიიღებს თუ არა, ამდენი ამბისმერი, მაგრამ წლები დაგჭირდა ამ ამბავისთვის და
ძალიან ნერვიულად მეგობრები არ ვიცი. მაგრამ ჩვენ და გასაკეთებთ ეს საკითხი შეიძლება მოყვარდა. საინტერესო ნამუშევრები შემოვიდა და როგორც შეფასების შემდგომ გაირკვა არა მარტო საქართველოსთან, ნამუშევრები იგზავნებოდა მეილი პირდაპირ მთავარ ოფისში, მე ანონიმურად ეს მთელი პროცედურა იყო, ერთი წელი დაჭირდა ამ ყველაფერს. ჩვენ გვაქვს ესეთი მნიშვნელოვანია, რომ აი ერთი ნომინაცია, რომელიც იყო სატექსტო ფონდები, არის ერთ-ერთი ჩვენი სერიოზული გამოწვევა, როგორც ფონდ დიზაინერებისთვის, ასევე ექსპერტების, ვინაიდან სტატისტიკურად სატექსტო შრიფტებზე მისი მოცულობისა და სირთულის გამო ჩვენთან სამწუხაროდ ნაკლები ავტორი მუშაობს. ამიტომ მით უმეტეს ესეთი სამერვიულო იყო ის ამბავი. კონკურსი დასრულდა და 17 ივნის 2024 წლის ეს დაჯილდოება, ესე ვთქვათ, ცერემონიალი ჩატარდა ინგლისში, რედინგის უნივერსიტეტში და დაჯილდოების ცერემონიალი მიდიოდა პირდაპირ ონლაინ რეჟიმში და საქართველოს პირველი მონაწილეობიდან კონკურსის 6 ნომინაციაში ავიღეთ 2 პირველი ადგილი, 3 მეორე ადგილი და რაც ყველაზე გასახარი იყო, მთავარი აი ამ 10 ქვეყანას შორის მთავარი გრან-პრი მოკლედ მოიგო საქართველოს. ნუ კონკრეტულმა ადამიანმა, მაგრამ პირველ ეს ქვეყნისთვის არ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. და ეხლა მინდა გაჩვენოთ ეს სხვადასხვა შრიფტები, ეს ასევე ამ ადგილების გარდა იყო სპეციალური პრიზები კიდე პირველ, მეორე, მესამე ადგილი და სპეციალური პრიზი იყო ესეთი. ესეთი არის უცხოელების ნამუშევრები, რომლებიც ასევე მუშაობენ ქართულ შრიფტზე და ნუ ესეთი ნომინაცია იყო, თქვათ, 5 ტიპის შრიფტი, სიტყვაზე ქართული, ლათინური, აი ჩამოთვლილი არის სხვადასხვა ადაპტირება, როგორ ხდება სხვადასხვა შრიფტებთან და ასე შემდეგ. აქ არის სახელწოდებებიც, ეს არის სატექსტო შრიფტი, ოღონდ სხვა კატეგორია, აი ნუდისკრიპტის სადა კატეგორიაში, ეს არაქართველის არის, ასევე სპეციალური პრიზია. ეს გახლავთ მესამე ადგილზე გასული სატექსტო შრიფტში, ან ყველა ნომინაციას ჰქონდა 3-3 ადგილი. აი ეს რომ იცოდეთ და ესეთი ავტორის მინიშნების გარეშე იყო კოდირებული სახელწოდებებით ეს ქართველის არ არის. ეს გახლავთ მეორე ადგილი, შრიფტს ჰქვია პატარა კახი და ლაშა გეორგაძემ იყო მეორე ადგილი, აი ჩანს ეს თვითონ შრიფტი და იცით რამეებითა და ეს გახლავთ თითოეულში თავის ამ პლაკატებთან ერთად. ის რომ ჩატარდა ინგლისში, ყველა ხوار წავიდება, ყველა შეუძლებელია ჩვენ სინამდვილეში და მოკლედ ჩვენ ქონა მოლაპარაკება, მათაც გამოთქვეს სურვილი და აი ეს პრიზები, რომელიც იყო განყოფილი გამარჯვებულებისთვის, თვითონ ეს ბორის კოხანი და ასევე ძალიან ცნობილი დიზაინერი ვერონიკა გურიანი ჩამოწავდნენ თბილისში ეს მოლაპარაკების სახელს და აქ ჩავატარეთ ესე ვთქვათ პატარა დაჯილდოებასავით. ჩამოიტანეს აი ეს დაბირსტილი პოსტერები დიდი ზომის, იქ დაბეჭდეს თვითონ თავის ხარჯით, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ფინანსო ორგანიზაცია ზოგადად ესე და აქ ისეთი ძალიან ამაღლებულ იმაში განებაში ჩაიარა, სხვა შორის დიზაინის ინსტიტუტი არის ესეთი ახალი გახსნილი და დიზაინის ინსტიტუტთან მოლაპარაკებით იქ ჩატარდა იქ ძალიან კაი სივრცე და იქ ჩავატარეთ ეს დაჯილდოების ცერემონიალი. ეს გახლავთ მეორე პრიზი იმაში დისპლეი შრიფტებში, ესეთი ერთგვარი მხატვრულ შრიფტებში, რომელიც გეცნობა თავად ინტერნეტიდან, მაინც ეს არის შრიფტის ეტანტიკა
და ალექსანდრე სუკიასოვმა და სერჟი ტიპიკოვის საქართველოში ცხოვრები ადამიანები არიან საქართველოს სახელი გადიან, აი რომ შრიფტმა იყო მეორე ადგილი, აი ეს ბიჭები გახლავთ და ეს ზუსტად ესე მაგიდაზე იყო გაშლილი ეს უზარმაზარი პოსტერები. ესეც არის მეორე პრიზი სატექსტო შრიფტებში და მეორე პრიზი არის ანა სანიბიძეს, საკუთარი რაიმასოვები, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული წარმატებები აქვს ამ გოგონას. ანუ შრიფტია ნოქტურნო და ამანა იყო მეორე ადგილი. ეს არის პირველი პრიზი. ასევე აიღო პირველი პრიზი დისპლეი შრიფტებში, ანუ მხატვრულ შრიფტებში ნიკოლოზ კიპაშვილმა. აი ბრენდზე რო ველაპარაკეთ, წერალაგის ბრენდზე, ამ ბიჭის არის აი ეს გახლავთ, მისი შრიფტი მერსადი ქვია, დისპლეი შრიფტი არის და ეს გახლავთ თვითონ. ეს აკაური დაჯილდოებიდან არის ფოტო მასალა. ძალიან იმედის მომცემი ახალგაზრდა მინდა გითხრათ, ნუ აი ყველგან არის ჩართული. ეს არის ასევე პირველი პრიზი და გრან-პრი, რომელიც აი ამ 10 ქვეყნის საერთო პრიზი გამოვიდა, არის აიღო ანა სანიბიძე. ეს არის ადაპტა ჯორჯია, ესე იგი შრიფტს. ანუ ქართული თავისი ლათინურები და ყველაფერს მოიცავს, აი ამ დიალექტიკურებს არ მასცი, ნუ რაც შეიძლება მოიცავს თვითონ შრიფტი. მოხდა ისე, რომ ანამ დაამთავრა მაგისტრატურა რედინგის უნივერსიტეტში და უბრალოდ შემთხვევით აღმოჩნდა აი ამ დაჯილდოების დროს იქ თვითონ. ანუ თვითონ დაესწრო იქ პროცესი. ეს ფოტოები არის იქიდან ქვედა აკაური დაჯილდოებიდან არის. და რა მინდა გითხრათ ამ ძალიან მოპოვაში გადავედი და გამარჯვებული შრიფტი რატო იყო მნიშვნელოვანი. აქ კარგად დაცული და დღევანდელობას მორგებული საუკუნეების განმავლობაში შემუშავებული ქართული მხედრული დამწერლობის ტრადიციული ნახემები, მისი სახასიათო პროპორციები, კერძოდ ზედა, ქვედა და შუატანის შეფარდება და გამოტანილი ელემენტები ეს არის ხოლმე პრობლემა, მithumetes ლათინურთან, ლათინურს აქვს შუატანი დიდი და ადაპტაციას ვაკეთებენ ძალიან მშობდება ჩვენი კლასიკური ფორმები. აი ეს განასხვავებს ქართულს ლათინური ასო-ნიშნებისგან და ადაპტაციისას მას ჰარმონიზაციისთვის გარკვეულ სიგნალებს ქმნის ხოლმე, როგორც ვიზუალური, ისევე მეტრიკის კუთხით. დახვეწილი მინიმალისტური კონტური და ასო-ნიშნების ლაპარაკის სილუეტი, მათი აქცენტირებული თუ ინოვაციური ელემენტები და ზოგიერი რიტმი უზრუნველყოფს ამ შრიფტის ასო-ნიშნების მაღალ გარჩევადობას, მცირე სატექსტე ზომების დიაპაზონში, რაც ამ ფონდის უდავოდ დიდი პლუსია ტექსტური მასივების გამძლე კითხვისას, ანუ არის რომ კეთდება შრიფტი დააპატარებ და არ იკითხება. ეს არის ყველანაირად გამართული შრიფტი და მე მგონი ხმარებაშიც არის უკვე ეს რაც ნახეთ და ეხლა უბრალოდ ზოგადად კიდევ რა ხდება. აი ეს შრიფტი ეს მთელ ქალაქში რო იყო აი ამ სპორტულამების დროს ეს საქართველოს ბანკის დაგვედა და ამის ავტორიც არის ნიკა ფიფაშვილი. აი არ შეჩერდა და რაღაც მთელი სლოგანები რო იყო ეს არის ძალიან მოკლედ სანსერიტი ამ შრიფტს და ერთგვარად ისევე ძალიან გამართული შრიფტი არის. ძალიან გამაყო ამით, იმიტომ რომ ამას ვასწავლდი ერთი სემესტრი ონლაინ. ამის წინ ადაპტა ჯორჯია. ესე ხო და ეს იქა იყო აი პანდემიის დროს ონლაინ სწავლება ჰქონდა ერთი სემესტრი ონლაინ ჰქონდა ესე შეხება და ნუ აი რა ვიცი გამიმართლა ესე ვთქვა და ძალიან ვამაყობ ამით. და არის კიდე ესეთი სიახლე, ეს დიატაიპი,
ეს არის ახალი ქართული შრიფტი, თხელი, მაგრამ პეტრი გროტესკი, იდეალური ტექსტისა და ეკრანზე კითხვისთვის. ეს არის ჯგუფის გაკეთებული შრიფტი და არის სხვადასხვა აქაც ქართული დიზაინერი არის ანა სანიკიძის, ქართული რატო ეს მოიცავს ძალიან ბევრ ენებს, ყველა ენაზე გაკეთებული, ყველა ქვეყნის ისა შრიფტია და ამიტომ მოკლედ ჩართული იყვნენ მსხვერპლები და საქართველოს თავისი ის ჰქონდათ ყველას თავისი ადგილი ესე ვთქვათ ამ შრიფტის შექმნისთვის და საკმაოდ წარმატებული შრიფტი გამოდგა აი თავისი ხელიდან დამთავრებული ეს არის ნიშები და სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა და იმეც ვიტოვებ რომ შრიფტის თემა ასე წარმატებულად გაგრძელდება და განვითარდება. დიდი მადლობა.